დუმილს საუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. მოგესალმებით რადიო მსმენელებო, უკვე 15 საათია, რაც იმას ნიშნავს, რომ რადიო ძველი ქალაქის ეთერში მუშაობას იწყებს თოქ-შოუ გრიფით საჯარო და მისი დღევანდელი გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი. უკვე ცნობილია, რომ რადიო ძველი ქალაქი აქტიურად ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელსაც პირობითად ჰქვია ქუთაისი უნდა იყოს საპარლამენტო ქალაქი. ყოველდღიური შეხვედრები, როგორც მოსახლეობასთან, ისე არასამთავრობო სექტორთან და მედია საშუალებებთან იძლევა იმ იმედს, რომ სამოქალაქო ინიციატივასა და საზოგადოების სხვადასხვა ფენის ჩართვა ამჟამინდელ ხელისუფლებას და მართლ გუნდს ალბათ გადააფიქრებინებს, რომ ქუთაის ქალაქს, რომელსაც ბოლოს და ბოლოს ფუნქციაც მიენიჭა სტატუსთან ერთად არ წაართვან მომავალი. გრიფით საჯაროს დღევანდელი სტუმარია იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაკაცარია, რომელიც ჯერ კიდევ საპარლამენტო ქალაქად აღიარებულ ქუთაის მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით ესტუმრავ, რომ პირადად დაუჭიროს მხარი იმ ორგანიზაციებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მაქსიმუმს აკეთებენ, რომ საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ბინა მუდმივად ქუთაისში დაიდოს. მოგესალმებით ბატონო ლაშა. მიხარია, რომ ამ კამპანიაში გხედავთ აქტიურად ჩართულს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მხრიდან ბოლოს განვითარებული საკადრო ცვლილებები თქვენ შეგეხოთ და მოგიწიათ იმ რეგიონიდან გაწვევა, სადაც ბოლოს 3 წელი გაატარეთ. თქვენი ჩამოსვლის მიზეზი უკვე გავახმიანეთ, საპარლამენტო ქალაქის მხარდაჭერა, მაგრამ უფრო ცლად მინდა ვისაუბროთ ყველა იმ ნიუანსზე, რაც საკანონმდებლო ორგანოს ირგვლივ უამრავ კითხვის ნიშანს ტოვებს, დაწყებული მისი მშენებლობიდან დასრულებული დღეს ყბადაღებული ეგრეთ წოდებული განსახლების პროცესით. დავიწყოთ სულთავიდან, ჯერ კიდევ იდეის დონეზე, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერებულმა ინიციატივამ სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია. რით იყო აუცილებელი მსგავსი ადგილმონაცვლეობა, რა პრიორიტეტები გამოიკვეთა ქუთაისის სასარგებლოდ და რის მოლოდინში აღმოჩნდა ჩვენი ქალაქი, რომელიც ასევე თქვენიც იყო, რადგან თქვენ მაშინ იმერეთის გუბერნატორი იყავით. დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. მე დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ყველა იმ პროცესში, რომელიც ამ თემას ეძღვნება. მათ შორის თქვენთან დღეს ჩემი აქ მოსვლის მიზეზიც ეს გახლავთ, რომ დავაფიქსიროთ ჩემი პოზიცია. მე მინდა აქტიურად და გულწრფელად მხარი დაუჭირო იმ ინიციატივას, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის რამდენიმე მედია ორგანიზაციამ გამოხატა ამ თემასთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების აქტიურობა იქნება უფრო მასშტაბური, უფრო ხელშესახები, უფრო მეტად ხმაურიანი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ჩვენ აუცილებლად ის მონაპოვარი, რომელიც ამ ქალაქს აქვს და ეს არ არის მხოლოდ ამ ქალაქის მონაპოვარი, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ბოლო წლების ისტორიაში და ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, ეპოქალური გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უშუალო ინიციატივით განხორციელდა. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქუთაის პარლამენტს არ წაართმევენ, ქუთაისი და პარლამენტი არ გადავა, იმიტომ რომ ეს იქნება არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ქალაქის განვითარების პერსპექტივების უკან დახევა, არამედ ეს იქნება უკან დახევა ძალიან დიდი ნაბიჯის იქითკენ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი, განვითარებული, დეცენტრალიზაციის პროცესის და ამ რეგიონის განვითარების უტყუარა ძალიან დიდი მომავალი ამ ყველაფრის შემდეგ ეჭვქვეშ დადგება. ეს არ უნდა მოხდეს, ამიტომ მხოლოდ საზოგადოების და საზოგადოების აქტიურობა გადაწყვეტავს ამ პროცესში თუ საბოლოო გადაწყვეტილება როგორი იქნება მიღებული. მე დღეს ვხედავ, რომ რა თქმა უნდა კონკრეტული ინიციატივები, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია ორგანიზაციების მხრიდან ეს არის გამოკვეთილი, თუმცა უმჯობესი იქნება თუ ეს პროცესი გამოიკვეთება თვითონ საზოგადოებაში, საზოგადოების მხრიდან. და საზოგადოების მხრიდან ამ პროცესისადმი ამ შემთხვევაში გადატანას გულისხმობ ნეგატივის გაჩენის შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისში პარლამენტი აუცილებლად დარჩება და ის პროცესი, რომელიც ქუთაისის პარლამენტში გადმოსვლის სას უნდა განხორციელებულიყო, ეს იქნება შეუქცევადი პროცესი და ამას შემდგომში აუცილებლად ვისაუბრებ თუ რა შეიძლება მოყვეს და რა განვითარება შეიძლება პოვოს ამ ქალაქმა, ამ რეგიონმა, ზოგადად ქვეყანამ ამ პროცესის, ანუ ქუთაისში პარლამენტის დარჩენით რა სარგებელი შეიძლება მიიღოს თითოეულმა აქ მაცხოვრებელმა, თითოეულმა იმ ადამიანმა, ვინც ამ პროცესით შეიძლება იხეიროს, ზოგადად ქვეყანამ, ზოგადად რეგიონმა და ეს არის ნამდვილად არ გამიჭირდება და ვთქვა, რომ ბოლო ჩვენი ხელისუფლების პერიოდში
მიღებული გადაწყვეტილებების შორის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, ერთ-ერთი ყველაზე სწორი, ბრძნული გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. ბატონლაშა, საკმაო გაურკვევლობა იყო, პირდაპირ ვთქვათ, თითქმის გასაიდუმლოებული ობიექტად მიიჩნეოდა პარლამენტი, ვიდრე მიმდინარეობდა მისი მშენებლობა, ჟურნალისტებისთვისაც კი არ იყო ხელმისაწვდომი ინფორმაცია, თუ ვინ ასრულებდა სამუშაოებს, რა თანხა იხარჯებოდა კონკრეტულად, რომელი კომპანიები მუშაობდნენ. ფიქრობთ თუ არა, რომ აი სწორედ ამ თავიდანვე ცოტა ისეთმა გაურკვეველმა და ინფორმაციის არასაჯაროობამ განაწყო ნაწილობრივი საქართველოს მაინც იმის გამო რომ ეს იყო მხოლოდ ერთ ადამიანს მორგებული, მე ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს საქართველოს პრეზიდენტი, აი ეს ორგანოს მშენებლობა და თავიდანვე ცოტა უარყოფითად განეწყო თავისთავად მოსახლეობა. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ რა თქმა უნდა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რომელზედაც ვისაუბრე, არის ისტორიული გადაწყვეტილება. მე მინდა აღნიშნო, რომ 3 წლის განმავლობაში მე ხელმძღვანელობდი, ვიყავი ერთ-ერთი ხელმძღვანელი რგოლი, ვთქვათ, ამ მშენებლობის პროცესში. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული იმისათვის, რომ ამ 2 წელიწად-ნახევარში დასრულებული იყო პარლამენტის შენობის, ახლა ვის მოწონს, ვის არა, შეიძლება ვიდაოთ ამასთან დაკავშირებით, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე ესპანელი არქიტექტორების მიერ დაგეგმილი პროექტი, მათი პროექტის საფუძველზე განხორციელდა მისი მშენებლობა, რაც შეეხება ზოგადად ფინანსების განკარგვას, მასზე ზედამხედველობას განხორციელებდა ეკონომიკური რეგიონალური განვითარების სამინისტრო, შესაბამისად ფინანსები ადგილობრივი ხელისუფლების იმ დროს, როდესაც ეს იყო ადგილობრივი ხელისუფლების განკარგვის ქვეშ, ამ დროს მეტნაკლებად ეს ინფორმაციები ცნობილი იყო საკრებულოების მხრიდან, იმიტომ რომ საკრებულოს გავლით ხდებოდა და ეს გადაწყვეტილებები რა თქმა უნდა საჯარო იყო. ახლა დანარჩენს რაც შეეხება მე ხა ამ წუთას არ მინდა საპირწონედ დავდოდ ის რომ დავუშვათ რაღაც ინფორმაცია შეიძლება ვიღაცამ ვერ გაიგო ან რაღაც ეს პროცესი აბსოლუტურად არ არის იმის საპირწონე, რასაც ქვია ხა ვიღაცამ ამ პროცესის გამო გადაწყვიტოს პარლამენტის გადატანა და დაბრუნება თბილისში. ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულებაა, აზრია, ამიტომ მე ამას ვერაფრით ვერ დავეთანხმები, არა აქვს მნიშვნელობა მე ვიქნები გუბერნატორი, არ ვიქნები, სად ვიქნები, როგორ ვიქნები, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, ვისაც უყვარს ეს ქალაქი, ვინც ამ ქალაქში წლების განმავლობაში უდიდესი სიყვარული შეიძინა, უდიდესი ასე ვთქვათ, სიყვარული შეიძინა იმ საქმისადმი, რა საქმის საბოლოო შედეგი ეს იყო ქუთაისის ქცევა, როგორც საპარლამენტო დედაქალაქად და მე მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის მე ვიქნები იმ პოზიციაზე, რომ ქუთაისში უნდა დარჩეს პარლამენტი, ყველა ინიციატივას, რომელიც დაწყებული იქნება სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისგან, მე მხარს დავუჭერ. არა მარტო მხარს დავუჭერ, ჩემი ყველა შესაძლებლობა გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთმოთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიდეს ქუთაისიდან პარლამენტი თბილისში. ეს იქნება კიდევ ერთხელ ვიძახი ამ ქალაქის, ამ რეგიონის მუდმივი მტრების ოცნება, იმიტომ რომ ეს იქნება პირდაპირ ლახვარი ასე ვთქვათ, სასმა ამ ქალაქისადმი და ეს იქნება ძალიან დიდი მუხანათურის აქციელი. არ შეიძლება ეს ესე მოხდეს, იმიტომ რომ ამ ქალაქისთვის პარლამენტი მხოლოდ შენობა არ არის, მხოლოდ რაღაც გასაიდუმლოებული ხარჯები არ არის, ეს შენობა აშენებულია, აქ დაიხარჯა რა თქმა უნდა ფულადი რესურსები, როგორც ადამიანური რესურსები, იცით რომ სამწუხაროდ ამ პერიოდის განმავლობაში იყო მსხვერპლიც, თუმცა რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ეს იმდენად ისტორიული ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი არის საბოლოო ჯამში აი შედეგმიღწეული და ის რომ დღეს ქალაქი ამ ქალაქში არის და ეს ქალაქი გახლავთ საპარლამენტო დედაქალაქი ეს არის ისევ და ისევ კიდევ ერთხელ ვიძახი საზოგადოებას, აი თქვენ ახსენეთ, რომ არ იყო თითქოს საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული განწყობა. მე არ ვიცი, მე ჩემი გუბერნატორობის პერიოდში ფაქტიურად ადამიანი არ შემხვედრია, ვისაც შეიძლებოდა ქონოდა ნეგატიური განწყობა პარლამენტში არ გადმოსვლასთან დაკავშირებით. რატო შეიძლებოდა ეს ყოფილიყო? ამათ ისმის კითხვა, იმიტომ რომ ხვალინდელი დღე მომავალი ამ ქალაქის დამოკიდებულია სწორედ ასეთი სწორი პროცესების განვითარებაზე. მე არ მესმის შეიძლება არსებობდეს ქუთაისელი, რომელიც იტყვის, რომ დღეს პარლამენტი არ უნდა იყოს ქუთაისში და თურმე ქუთაისში პარლამენტის ასე ვთქვათ არსებობა რამდენად ხელს შეუშლის ამ ქალაქის განვითარებას. ეს არის წარმოუდგენელი. თქვენ გახსოვთ 3 წლის წინ, 4 წლის წინ ეს ქალაქი აბსოლუტურად ჩიხი, აბსოლუტურად უყურადღებოდ მიგდებული ქალაქი, რომელზედაც მხოლოდ ვიტყოდით ალბათ, რომ აი თბილისი და ბათუმში გავლის პერიოდში გავიარე ქუთაისი. აი იმის იქით სხვა დანარჩენი დატვირთვა ფუნქცია იმის შემდეგ, რაც რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებული ხელოვნურად შექმნილი ქარხნების აწარმოები დაიხურა, დაიშალა. ამის შემდეგ ამ ქალაქის ერთადერთი პერსპექტივა ეს გახდათ სწორედ აქ მთავარი ფუნქციის და ისტორიული ფუნქციის, შემიძლია გითხრათ, სამართლიანობის აღდგენის
ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილის როგორც მეორე დედაქალაქის აი ამ ქალაქის მეორე დედაქალაქად ქცევა. ეს არავის ახირება არ არის. ეს არის რა თქმა უნდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ეს ერთი მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ არის, არ იყო იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა, მაგრამ მეორე მხრივ ეს იმდენად არასაეჭვოდ არ იყო ნეგატიური არ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ქალაქისთვის რომ მე ეჭვი მეპარება იმაში რომ დღეს არსებობდეს ქუთაისში ცხოვრობდეს ადამიანები ვინც ეწინააღმდეგება პარლამენტში შეიძლება სხვადასხვა ფორმები არსებობს სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობდეს ადამიანები იძახდნენ რომ აი თქვათ ეს ფული შეიძლება და სხვა პრობლემებისთვის დახარჯულიყო, სხვა რაღაც პრობლემები გადაგვეწყვიტა, მაგრამ ეს ფული დახარჯულია პარლამენტი, აქ არის პარლამენტის საქმიანობა სრული დატვირთვით აქ მიმდინარეობს. დღეს ამაზე საუბარი ზედმეტი არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში, ეს იქნება ჩემი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ეს იქნება უდიდესი დარტყმა ამ პარლამენტის თბილისში ხელმეორედ გადატანა. ბადნალაში დღევანდელი მმართველი გუნდი უმცირესობას ერთ-ერთ პრეტენზიად უყენებს, რომ ჩვენ არ ვიცით თავის დროზე ვინ გამოთქვა სურვილი, რომ ქუთაისში ყოფილიყო საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. მე მაინტერესებს თქვენი პერიოდში იყავით იმერეთის გუბერნატორი, კონკრეტულად რა ჯგუფები გამოიკითხა, ვის შეხვდით, რომელი ინსტიტუტები იყო ჩართული, როგორ ხდებოდა ინფორმირება მოსახლეობის, მე როგორც ვიცი, უმრავლესობას დღემდე ვერ გაურკვევია, იგივე ჩვენ ვახსენეთ, რომ მანამდე ქუთაისი იყო ჩიხში თქვენ აღნიშნეთ და იყო მხოლოდ თბილისსა და ბათუმს შორის ერთ-ერთი ქალაქი. ამ შემთხვევაში დღევანდელი უმრავლესობაც ესე მოიხსენიებს, დღემდე ვერ გაურკვევიათ ქუთაისის პარლამენტზე ესეთი დამოკიდებულება აქვს, ვერ გაურკვევიათ ქუთაისი ხონის გზაზეა თუ წყალტუბო ქუთაისის გზაზეა პარლამენტი. მე მაინტერესებს ამ ხრივ ვინ გამოკითხეთ თავის დროზე და როგორ შეიქმნა ის სურათი, რაც გვაქვს, რომ აუცილებელი იყო ქუთაისში პარლამენტის არსებობა. მე როგორც ვიცი, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, განხორციელდა, ანუ გამოკითხვებთან დაკავშირებდა საზოგადოებრივი აზრის, ერთმნიშვნელოვანი აზრის ჩამოყალიბება მოხდა, თუმცა ეს მოხდა იმაზე ადრე, ვიდრე მე დავინიშნებოდი გუბერნატორად, ჩემს პერიოდში განხორციელდა, რა თქმა უნდა, მშენებლობა, ხოლო პარლამენტის, ასე ვთქვათ, დაგადმოტანის იდეა მანამდეც არსებობდა და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ძალიან ბევრი საპატივცემლო ქუთაისისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის საპატივცემლო ადამიანი იყო ჩართული, შეიძლება ეს სპექტრი არ იყო ისეთი, ასე ვთქვათ, რაოდენობის ან ფართო სპექტრი, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ერთსულოვანი კონსენსუსი, რომელიც იმ შემთხვევაში არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ იმერეთის საზოგადოებაში არსებობდა, რომ ქუთაისი და ეს რეგიონი ყოფილიყო საპარლამენტო რეგიონი. ანუ ფუნქცია შეეძინა. აქ იყო ასევე სხვა მოსაზრებები, რომ ქუთაისი ყოფილიყო ასევე საუნივერსიტეტო ქალაქი, ქუთაისში სხვა დაუშვათ ქარხნები, საწარმოები აშენებულიყო, რაც ძალიან კარგი ინიციატივა, ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის. თქვათ პერიფერიებში, იქ სადაც აქამდე არსებობდა საწარმოები ან სხვა ადგილებში, ასევე აშენდეს საწარმოები. ეს ძალიან რთული პროცესია. ამდენი ხნის განმავლობაში ვეხვეწებოდით ინვესტორებს, რომ მოსულიყვნენ, ჩაედოთ ფული, აეღორძინებინათ საწარმოები, რამდენიმე მეს გააკეთა, რამდენიმე შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა, თუმცა მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს ერთმანეთს ხელს ნამდვილად არ უშლის, იქ ადამიანების დასაქმებას კონკრეტულ ქარხნებში ან საწარმოებში და პარლამენტის აქ არსებობას და თავისი ფუნქციის სწორად განსაზღვრას და იმას, რომ ყველამ უნდა შეიგნოს, გაიგოს, ვისაც უყვარს ეს ქალაქი, რომ საპარლამენტო ქალაქში ცხოვრება ეს არის უდიდესი პატივი თითეული ჩვენთაგანის ამ ქალაქში ქუთაისში ისტორიული ტრადიციების მქონე უდიდეს ქალაქში დღეს ლაპარაკი იმაზე რომ ქუთაისიდან ისევ თბილისში გადავიდეს ჩემის აზრით სიცხვილეა და თანაც ხედავ ისეთ ადამიანებს რომლებიც აი უმრავლესობა ახსენეთ რაღაცით დაკავშირებული ამ ქალაქთან იციან ამ ქალაქის პეცი იციან ამ ქალაქის ისტორია და ამ დროს ლაპარაკობენ იმაზე რომ რა თუნდა ქუთაისის რა თუნდა პარლამენტი ქუთაისში პარლამენტის შენობა შეიძლება არ ჭირდებოდეს, მაგრამ ის პროცესები, რომელიც აქ მიმდინარეობს, და ამაზე მე მოგახსენებ ცოტა მოგვიანებით, თუ რა პროცესები შეიძლება დაიწყოს. უკვე შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, რა კონკრეტული სიკეთეები უნდა მოუტანოს ქუთაისის პარლამენტმა, მასმედიის საშუალებით უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოლიდურმა კომპანიებმა შეწყვიტეს ინვესტირება. კონკრეტულად რა იყო გათვლილი? და რას კარგავს ამ ეტაპზე ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში კარგავს ქუთაისი, იმიტომ რომ ინვესტორებს არ მე გეტყვით ყველაფერს ეს მხოლოდ მას შემდეგ რაც ჟღერდება ფაქტის შესახებ რომ ქუთაისში არ უნდა იყოს პარლამენტის ასე ვთქვათ ეს ქუთაისი არ არის პარლამენტის ადგილი და ასე შემდეგ უნდა გადავიტანოთ თბილისში სწორედ ამის შემდეგ ხდება ასეთი სახის ინვესტორების დაფრთხობა მე არ ვიძახი რომ ბუმი იყო ინვესტიციების თუმცა მე მინდა გითხრათ რომ ჩემი გუბერნატორობის პერიოდში არაერთი ინვესტორი შეხვედრება, რომელიც გამოთქვალდა სურვილს პარლამენტზე აქ არსებობის შემდეგ
ჩაედო იმ კონკრეტულ ინვესტიცია იგივე სასტუმროში, იგივე სხვა სახის დაწესებულებებში, სადაც ადამიანებს დაასაქმებდა ძალიან ანუ ბევრი პარლამენტი იქნებოდა გარანტი მის კაპიტალიზაციაზე. რა თქმა უნდა იქნებოდა. მოდი ახლა მოვიტყუებთ ახლა თავს და ნუ ვიტყვით იმას, რომ პარლამენტი ეს იყო საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის შემკრები და გამაერთიანებელი. აი ამ ინვესტიციების, რომელზედაც მე ვსაუბრობ, კონკრეტული ინვესტიციები იყო, ხო? ერთი სასტუმრო დაიწყო, მე არ ვიცი ახლა მისი ბედი, თუმცა ვიცი რომ ინვესტორს ველაპარაკე და ერთმა გააჩერა, მეორე კიდე აჩერებს. ადამიანები ფიქრობენ იმაზე, რაღაც სუპერმარკეტების ქსელის გაკეთება იყო და გეგმილი კიდე სხვა რესტორნების ქსელის გაფართოება იყო მოსალოდნელი და სხვა ბევრი სხვა ესეთი საინტერესო პროექტები. ყველა ეს ადამიანი ფიქრობს ახლა. რატო ჩავდა, როდესაც ქუთაისი არ იქნება ცოცხალი ქალაქი, ქუთაისში არ იქნება ის ძარღვი, რომელიც საბოლოო ჯამში აუცილებელია ბიზნესის განვითარებისთვისაც, ხო? ისინი ახლა თავისთავად რაღაცა კონკრეტული წაგებისთვის არავითარ შემთხვევაში აქ თავის ბიზნესს არ განავითარებენ. რა თქმა უნდა, კონკრეტული მოგება აინტერესებთ. რა თქმა უნდა, ცოცხალი ქალაქი აინტერესებთ. ძალიან ბევრი რაღაცა განხორციელდა ამ ქალაქში, თქვენ იცით. ახლა ეს ამ ქალაქის გალამაზება, ამ ქალაქის მოწესრიგება, ამ ქალაქში ძალიან ბევრი პრობლემის გადაწყვეტა საბოლოო ჯამში რომ ქუთაისის გადმოტანას უკავშირდება, ამაში ხო ეჭვი არავის არ ეპარება. მე ვიყავი ამ სათავეში და მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენი რამე კეთდებოდა პრეზიდენტის მხრიდან, რამხელა ინვესტიციები, ანუ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინვესტიციები იდებოდა და პლუს ამას რამდენი რამე კეთდებოდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გვეჩუქებინა ჩვენ ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის, არა მხოლოდ ქუთაისელებისთვის, იგივე სხვა რაიონის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლისთვისაც იქნებოდა ხელშესახების სარგებელი პარლამენტის აქ გადმოსვლა. ახლა როცა რითი გრძნობდა რიგითი ქუთაისელი ძალიან მარტივად რომ თქვა, იმიტომ რომ ჩვენ გვისმენს რადიომსმენელები ძალიან გასაგებენაზე რომ თქვა. რა შეაისაღებოდა ძალიან რთულია. ეხლა ამ წუთას ვილაპარაკოთ იმის შემდეგ, რაც დაიწყო ინტენსიურად ლაპარაკი, რომ ქუთაისი უნდა გადავიტანოთ უკან თბილისში, ამის შემდეგ ჩვენ ვილაპარაკოთ რომელიმე ქუთაისელის რაღაცა სარგებლის ნაღვაზე რომ ვიძახით. აი რა მოიტანა ქუთაისმა, მე ვიცი რომ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ამის თემას, აი არაფერი მოუტანია ქუთაის პარლამენტს ქუთაისისთვის. როგორ შეიძლება ესეთი საუბარი ორი თვის თავზე, როდესაც დღიდან მოსვლის ხელისუფლებაში იძახი, რომ პარლამენტი უნდა გადავიდეს თბილისში. გამორიცხული ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენაა. всё, დამთავრდა იქ, როდესაც ამბობ, რომ ქუთაისში გადავაქვს პარლამენტი, იქ აქტივობა კვდება. სარგებელი არ არსებობს, მოსახლეობა რა სარგებელს მიიღებდა, ამაზე შემიძლია გელაპარაკოთ. პირველი ის, რომ მე არ მომწონს, რა თქმა უნდა და ვაღიარებ იმას, რომ მე მიმაჩნია, როდესაც პარლამენტი არსებობს ქუთაისში, და იმერეთში, ამ დროს იმერეთიდან და ქუთაისიდან უფრო მეტი ადამიანი მაინც უნდა მუშაობდეს პარლამენტის აპარატში, ვიდრე თბილისელი. ეს ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა და ეს აღნიშნო. ამის გარდა ეს ერთმნიშვნელოვნად ესეა. ამის გარდა აუცილებლად მოყვებოდა აი ბიზნესის განვითარებაზე, როდესაც ვსაუბრობდით. აუცილებლად უნდა მოყვებოდა ამ ყველაფერს და ჩვენ ეს პროცესი დაწყებული ქონდა ამ ხალხის ცხოვრება თვითონ აქ რეგიონში. მათი საცხოვრებლების მშენებლობის კუთხით თუ მიბმის კუთხით პარლამენტარების ამ ქალაქთან და ამ რეგიონთან, რომელსაც რა თქმა უნდა ჭირდებოდა სასტუმრო. იცით რომ წყალტუბოს განვითარება იყო დაწყებული, ეს პირდაპირ კავშირშია, იცით, პარლამენტთან, იმიტომ რომ 5-6 წუთის სავალზე არის წყალტუბო პარლამენტის მშენებლობას. ფაქტურად წყალტუბოს ნახევარი ვის ტერიტორია, წყალტუბოს ტერიტორიას ეკუთვნის, ხო? აი ეს ყველაფერი, წყალტუბოს განვითარება და ახალი კურორტების გაჩენა, ახალი სასტუმროების გაკეთება, იცით რომ ერთი 5 ვარსკვლავიანი, ეხა არ ვიცი მისი ბედი, იმიტომ რომ მე არ მომიკითხავს ამასთან დაკავშირებით და წყალტუბოში რომელიც მშენებლობა მიმდინარეობდა, ალბათ გაჩერდა ისიც. ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც მასთან იყო დაკავშირებული, იგივე გზების მოწესრიგება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სადაც ჩვენ რაღაც შედეგებს მივაღწიეთ, თუმცა ბოლომდე ეს პრობლემა გადაუწყვეტელია და მე იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება ამ პრობლემას გადაწყვეტს ერთხელ და სამუდამოდ ქუთაისში. ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია იგივე სხვადასხვა, ანუ კომპლექსია ეს ყველაფერი, რომელიც ერთი ჯაჭვი აქედან ამოღებული ვერავითარ შემთხვევაში რაღაც შედეგებს ვერ მოიტანს. ასე რომ ეს მოიტანდა საბოლოო ჯამში შედეგებს. მე მახსოვს, როდესაც ქუთაისში ჩამოვედი, მაშინ ძალიან დიდი იყო, რა თქმა უნდა, ქალაქიდან გასულთა რაოდენობა და მე მახსოვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდებოდა და ამბობდა, რომ ქუთაისში მინდა გავაკეთო მაღაზია, ქუთაისში მინდა გავაკეთო რაღაც სასტუმრო, ქუთაისში მინდა უბრალოდ რაღაც პატარა ბიზნესი დავიწყო. იმისთვის, რომ რაღაც ჩემი ოჯახი ვარჩინო. ეს ყველაფერი ერთმანეთთან მიბმულია. ასევე ვიცი ძალიან ბევრი ინვესტორი, რომელიც მოდიოდა და ამბობდა, რომ აი მე პარლამენტი, როდესაც აქ იქნება, მინდა რაღაცა, იქნება ეს გასართობი ქსელი თუ სხვა რაღაც, აი ქალაქის სიცოცხლის შესაძენად ესეთი თემები არის აუცილებელი. და ქუთაისს უნდა იგრძნო ეს ყველაფერი, ხა საწავიდოდ და ეს ფული.
ეს წავიდო და ისევ თითეული ჩვენთაგანის, თითეული აქაური მაცხოვრებლის კეთილდღეობაში და ეს პროცესი კიდევ ერთხელ ვიძახეს ერთ დღეში და ორ დღეში მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკობ ორ თვეში მით უმეტეს და როცა ლაპარაკობ რომ ეს უნდა გადავიდეს პარლამენტი აქ არ არის საჭირო ქუთაისლებს ეს არ ჭირდებათ არაფერში ქუთაისლების თითქოს ეს ხალხი იყოს რომელსაც არ იცოდეს რა არის ისტორიული სინამდვილე და ბოლოს დედაქალაქი იყო ქუთაისში ძალიან კარგად მოგეხსენებათ და მეორე დედაქალაქის სტატუსი ესე ერთი ხელის აღებით უნდათ რომ ეს ყველაფერი მოსპონ გამორიცხულია მე კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ეს პროცესი თუ ესე მოხდა მოიტანს აი ამ ქალაქის მარტივად რო ვთქვათ საბოლოო ჯამში სიკვდილს დასამარებას რაღაცა კუთხით და ესეთი რაღაცა იმედია აღარ მოხდება იმიტომ რომ საზოგადოების იმედი გვაქვს იმ ხალხის იმედი რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსახლეობის რაც ყველაზე მთავარია და ეს პროცესი არ უნდა დაუშვას არავითარ შემთხვევაში ერთია პარლამენტში რა პროცესები მიმდინარეობს მე ვიცი რომ ყოველ შემთხვევაში რასაც ვადევნებ თვალს ის არის რომ გაცხადებული პოზიცია უმცირესობის უკლებლივ ყველა წევრის რომ პარლამენტი უნდა დარჩეს პრეზიდენტის პოზიცია ნამდვილად ვიცი რომ ეს ესე უნდა იყოს და ეს არის მკაფიო გამოხატული პოზიცია ეხლა ჯერი არის მოსახლეობაზე და იმ ხალხზე რომელსაც ეკუთვნის ეს ყველაფერი მათი აქტიურობის გარშემო მხარდაჭერა როგორც მედია საშუალებების ისე არასამთავრობო ორგანიზაციების რიგითი ადამიანების მაგრამ მეორეა საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ შემთხვევაში ალბათ უმცირესობას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება რომ უბრალოდ ქართული ოცნების ძალიან ბევრს ინიციატივას ხარი არ დაუჭიროს ამ შემთხვევაში თქვენ გიწევთ გუნდურობის შენარჩუნება და როგორ ფიქრობთ არაფერი მე ვფიქრობ ერთ რამეს რა ძალიან ასე ვთქვათ ბევრს წააგებს პოლიტიკურად ის ძალაც და თითეული ის დეპუტატი რომელიც ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ქუთაისთან და ამ რეგიონთან მიმართებაში. ამას ადეკვატურად მოყვება პოლიტიკური პასუხი. ამაში ვარ ერთმნიშვნელოვნად დარწმუნებული. ეს ვარ, იმიტომ რომ მე ხა უმცირესობის დამოკიდებულება ვიცი, უმრავლესობისაც ვიცი, ამავე დროს გამოკვეთილია. ეხლა ამ წუთას არა აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და იმედია რომ არ ექნებათ და პარლამენტი მხარს დაგვიჭერს, თუმცა ხა რაც არ უნდა იქ დაიწყონ თქვა უმცირესობის წევრებზე ნადირობა ხმებზე რომ ეს პარლამენტი გადავიდეს ასე შემდეგ და ამაზე დახარჯონ ენერგია და დრო, მაშინ ენერგია და დრო უნდა დახარჯონ მომავალში იმისთვის რომ ამ ხალხს აუხსნან თუ რატო მოახდინეს პარლამენტის გადატანა თბილისში. ეს არის ძალიან სახიფათო პროცესი. რადიო მსმენელებო, თოქ-შოუ გრიფით საჯარო სარეკლამო პაუზაზე გადის, სულ რამდენიმე ხანში დავბრუნდებით ეთერში. სლოტ კლუბების ქსელი ლას-ვეგასი ჯერ არ ნახულ გათამაშებებს იწყებს. ყოველ პარასკევს 2000 ლარი და გრანდიოზული სუპერპრიზი ავტომობილი Hyundai Sonata. დიახ, არ მოგესმათ, Hyundai Sonata. ლას-ვეგასი, შეიგრძენი თამაშის უპირატესობა. ჩვენთან ყველა გამარჯვებულია. ყურადღება 15%-იანი ფასდაკლება ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ზამთრის კოლექციაზე. პოლოსა და კოტონის ბრენდულ მაღაზიაში, სავაჭრო ცენტრ ქარვასლას მესამე სართულზე. იჩქარეთ, შეიმოსეთ საუკეთესო ბრენდების ტანსაცმლით ზამთრის დღესასწაულებზე. საჩუქარი ყველას, აქცია გრძელდება. შეიგზინეთ ნებისმიერ მაღაზიაში 2 ლიტრიანი ნუდი ჰერცოგი, გერმანული, საიუბილეო 15 ან არგო ექსპორტი და მიიღეთ საჩუქრად 1 ნახევარ litrიანი საიუბილეო 15. მოითხოვე შენი კუთვნილი საჩუქარი ნებისმიერ მაღაზიაში. საჩუქარი ყველას, კასტელ საქართველოსგან. კასტელ საქართველო, ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი. კომპიუტერული მაღაზიათა ქსელი კომლენდი გილოცავთ შობა ახალ წელს და სადღესასწაულო პერიოდში გთავაზობთ საუკეთესო ფასებს. კომპიუტერები 299 ლარიდან, ნეტბუქები 490 ლარიდან და ნოუთბუქები 599 ლარიდან. ენდე ჩვენს 15 წლიან გამოცდილებას და მყარ გარანტიებს. კომლენდი ჩვენთან საახალწლო საჩუქრების ფართო არჩევანია, თანამედროვე ტექნოლოგიების მრავალფეროვნება. მისამართი: ქუთაისი, წმინდა ნინოს პირველი, ჭავჭავაძის 67, წილადი 112, გრანდ მოლი, თამარ მეფის 95, ტელეფონი 29 29 92. კაფე რესტორანი ჯაზარტე გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს და 31 დეკემბრის ღამეს გეპატიჟებათ ექსკლუზიურ წვეულებაზე. განსხვავებული მენიუ, განსხვავებული მუსიკა ჩვენთან ჯაზარტეში. მისამართი: თამარ მეფის 57, კაფე რესტორანი ჯაზარტე.
დღის ეთერის სპონსორია სავაჭრო ცენტრი 4-იანი. გსურთ შეიძინოთ სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები ან კომფორტულად მოაწყოთ თქვენი ბინის ინტერიერი. გთავაზობთ კარბოლუქს, სამშენებლო და დეკორატიულ აგურსა და ბლოკს, სადარბაზოსა და შიდა კარებებს, შეკიდულ ჭერს, პარკეტს, შპალერს. 4-იანში ინტერიერისთვის შეიძენთ მისაღების, საძინებლის, სამზარეულოსა და აბაზანის ავეჯს, საოფისე სავარძლებსა და მაგიდებს, სანათ მოწყობილობებს. სავაჭრო ცენტრი 4-იანი, ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა ნომერი 13. წინა წელს მან გადაწვა ნაძვის ხე. ცემო თოვლის ბაბუა და გაიტაცა შოკოლადით სავსე მანქანა. იმიტომ რომ ის არ უსმენდა ძველ ქალაქს. იცხოვრეთ ჩვენთან ძველ ქალაქში. მრავალს დაესწარით. თუ ფიქრობთ, რომ ინფორმაცია, რომელსაც ფლობთ, არ არის ის, რაც გჭირდებათ, თუ გგონიათ, რომ ინფორმაცია, რომელიც მართლა გჭირდებათ, მიუწვდომელია, უსმინეთ რადიო ძველი ქალაქის საინფორმაციო გამოშვებებს საათში ერთხელ, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. ინფორმაცია, რომელიც გჭირდებათ, ხელმისაწვდომია. FM 107.9. ამ ქალაქში არა. რადიო ძველი ქალაქი FM 107.9. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. გრძელდება ток-შოუ გრიფით საჯარო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ბატონი ლაშა მაკაცარია საუბრის თემა ქუთაისი უნდა იყოს საპარლამენტო ქალაქი ბატონო ლაშა მე მაინტერესებს მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 10 მილიონამდე ლარის ჩადება რომელიც თბილისში პარლამენტის შენობის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯებოდა უკვე ცნობილია რომ 2 მილიონი უკვე ამ წლის ბიუჯეტში ჩაიდო მე მაინტერესებს თქვენ როგორ თვლით ვიდრე არ არის საკონსტიტუციო ცვლილება არ მომხდარა ადგილმდებარეობის განსაზღვრა არ შეცვლილა ამ შემთხვევაში ეს თანხა იქნება თუ არა არამიზნობრივი ხარჯვა და აშკარა კანონდარღვევა გეთახმებით რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ არ განხორციელდება ეს ცვლილება რა თქმა უნდა ეს იქნება გადაყრილი თანხა თუმცა ამაზე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ამაზე უფრო დიდ თემებზე ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ ეს არის გაცილებით უფრო დიდი თემა გაცილებით უფრო მასშტაბური ვიდრე ვთქვათ 2 მილიონის არამიზნობრივად გამოყენება ან დახარჯვა ან ასე შემდეგ. ღმერთმა ქნას მოდი ესე ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ ვერ მოაგროვონ და საბოლოოდ ეს პროცესი ჩავარდეს. ღმერთმა ქნას ანუ ამას მიბმული არის თუ არა ეს პროცესი, რომ მათ აქვთ იმედი, რომ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ალბათ, რა თქმა უნდა, ამაზე მიბმული ეს ყველაფერი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი ძალა და ყველაზე დიდი ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად ყურადღების მიქცევა, რასაც ვისაც შეუძლია და ამ პოლიტიკური პროცესების, რომელიც რა თქმა უნდა არ არის, არა ისახება არავითარ შემთხვევაში არა მხოლოდ ამ რეგიონის, არამედ ზოგადად ქვეყნის ხვალინდელ დღეზე სასიკეთოდ და ძალიან ბევრი ადამიანები ვიცით თბილისში, ვინც ამ პროცესზე წინააღმდეგება თქვენ წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ მათ ეს პროცესი, ვისაც ეს კარგადაა გათვცნობიერებული, ძალიან კარგად ეცმის, რომ ეს არის კლასიკური მაგალითი დეცენტრალიზაციის და არა მხოლოდ დეცენტრალიზაციის, ეს არის კლასიკური მაგალითი კიდევ ერთხელ ქვეყნის ერთიანობის გამტკიცების და ამაში ძალიან ბევრი ადამიანი ვერ შეგვეკამათება, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ესეა. და როცა ვამბობ ჩვენ სამართლიანობის, ისტორიული სამართლიანობის აღდგენას, სწორედ ის გახლავთ ის, რომ ამ ქალაქში ერთხელ და სამუდამოდ იმკვიდრებს სტატუსი, როგორც საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი. და რაც შეეხება იქ უმრავლესობა თუ რას ვის ელაპარაკება, რას მოდის ვთქვა, რას ჩალიჩობს და ვიღავის რას ელაპარაკება, ეს ჩემთვის უცნობია, თუმცა ერთი შემიძლია ვთქვა. პოლიტიკოსი ასე არ უნდა იქცეოდეს, იმიტომ რომ მათი ამორჩეველი არის როგორც მარტივად რომ ვთქვა და სულთა პრაგმატულად დავიღოთ, არსებობს როგორც ქუთაისში და ასევე ზესტაფონში და ვთქვათ ხონში, ასევე ეს იგივე ამორჩეველია რაც თბილისის. არ მგონია თბილისში ამ ყველაფერმა რაღაცა მათი რეიტინგის ზდაზე იმოქმედოს, თუმცა ამ რეგიონში დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური პროცესები სხვანაირად წავა და ეს ნებისმიერ საღადმოაზროვნე პოლიტიკოს უნდა ესმოდეს. მე არც ექსპერტად გამოდივარ ახლა, არც რაიმე შეფასებებს ვაკეთებ, თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გავა დრო, გავა თვეები და იმ შემთხვევაში მე კიდევ ერთხელ ვიძახი, ჯერ არა მე კიდე მწამს ის რომ ეს პროცესი შეჩერდება. თუმცა თუ ეს პროცესი ესე განვითარდა, როგორც მათ აქვს დაგეგმილი, დარწმუნებული ვარ, რაღაცა დროის გასვლის შემდეგ ამ ყველაფერს ქუთაისი იმერეთი პასუხებს ადეკვატურად და ეს რა იქნება, ამაში ბევრი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ ამასთან დაკავშირებით.
შეგვიძლია ახლა რომ არ ვიცი, არაფერი მე კიდევ ერთხელ ვიძახი, ეხა აუცილებელია რომ პირველი ეს პროცესი არ გაგრძელდეს, მთავარია საზოგადოების აქტიურობა, მთავარია თქვენი აქტიურობა, პრესის აქტიურობა, ტელევიზიის актიურობა, მთავარია უნივერსიტეტის აქტიურობა, მთავარია იმ დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა, მათ შორის პარლამენტის აქტიურობაც, ვინც ამ პროცესს რა თქმა უნდა მხარს არ უჭერს და ასე შემდეგ. ამ ხალხის ყველა სახის ეს აქტიურობა მოგვიტანს, მე დარწმუნებული ვარ საბოლოო ჯამში იმას, რომ ვერ შეძლებს ეს ხალხი პარლამენტის გატანას ქუთაისიდან. გამორიცხულია ეს ამბავი. გააჩნია კიდევ ერთხელ ვიძახი, რამდენად ადეკვატური იქნება ეს ქალაქი. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ გამოდის გველაპარაკება, ჩვენ არ ვიცით როგორ ჯობია თქვა და შეიძლება ისიც თქვას, რომ ქუთაისზე ძირძულმა ქუთაისლებმა თქვან, რომ ქუთაისში სულ რაღაც 3 წელი უცხოვრია და ჩვენ არ ვიცით როგორ ჯობია ქუთაისს. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს შეიძლება ისინი ასე ლაპარაკობენ ხვალდაზე. აბსოლუტურად საპირისპირო დამოკიდებულება იქნება და მაშინ უკვე გვიანი იქნება. თუმცა მე მგონი ამ პროცესებამდე კიდევ ერთხელ ვიძახი არ მივა საქმე და თითეული ჩვენთაგანი ყველაფერს გავაკეთებთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ. აი რას გააკეთებთ თქვენ? ერთი რიგითი ადამიანი იმერეთის ყოფილი გუბერნატორი იმისათვის რომ ქუთაის არ დაერთვას არც სტატუსი და არც პარლამენტის მე პირველი აქ რომ მოვედი თქვენთან და ამ თემაზე ვსაუბრობ და ვაპირებ რომ ამ თემასთან დაკავშირებით ადგილობრივ პრესასთან და ტელევიზიასთან ვისაუბრო, ეს იმიტომ ხდება რომ მე მინდა რომ ამ პროცესის მონაწილე გავხდე. ერთ-ერთი რიგითი ადამიანი, ვისაც ამ პროცესებში არც თუ ისე მცირე როლი მიუძღვის და ამ პროცესებში იყო აქტიურად ჩართული, ამიტომ მე დღეს ვაფიქსირებ, რომ იმ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც აწყებულია ქუთაისში ამ თემასთან დაკავშირებით, მე უერთდები პირადად ნებისმიერ ესეთი სახის ღონისძიებას შეუერთდები, ვიქნები ვთქვათ რიგითი წევრი თუ რაღაცა სახის ორგანიზებაში ესეც არ არის პრობლემა, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიძახი, მე იმდენად მკივა ეს პროცესი, მე იმდენად ასე ვთქვათ, აი კაფიოთ მაგან საზღული რომ ამ ქალაქის მომავალი სწორედ ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული, რომ წარმოუდგენელია ხა მე ვიჯდე ვთქვათ სადღაც თბილისში და აქ ისე უყურო ამ ყველაფერს, არც ჩავერიო და რაღაცა ჩემი ოდნავ პატარა წვლილი შევიტანო ამ პროცესებში. ეს გამორიცხულია, ამიტომ ყველაფერი რა სახის ინიციატივებს წამოვა თვითონ აი ამ სპექტრიდან საზოგადოების და ამ ნაწილიდან, ვისაც ძალუც საზოგადოების აყოლება, აზრის ჩამოყალიბება, პრესაში, ტელევიზიებში, სიუჟეტების გაკეთება და სხვა ბევრი სხვა ასეთ მნიშვნელოვანი პროცესი, რა თქმა უნდა ამ ხალხთან ერთად ყველაფერი აი ნებისმიერ დროს შემიძლია ამ თემაზე ნებისმიერს ვეკავათო, ნებისმიერ ადამიანს დისკუსიაში შევიდა, იმიტომ რომ ამ თემას არ აქვს სხვა არგუმენტი. გამორიცხულია ხა ვინ შეიძლება მომედავოს გარდა უმრავლესობის იმ წევრისა, თქვათ, რომელსაც ძალიან კარგად რომელსაც ძალიან კარგად არ აქვს გაგებული რას ნიშნავს ეს ქალაქი და ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ იცხოვროს უფრო მეტ ფუფუნებაში, თქვათ, ვიდრე აქ არის და რაღაც ოჯახს არ მოწყდეს 3 დღით, 4 დღით თუ ასე შემდეგ. გარდა ასეთი სახის ადამიანებზე როგორ დავიჯერო მე ძირძველი აქ მოცხოვრებელი ადამიანებისგან ამასთან დაკავშირებით შეიძლება განსხვავებული პოზიცია მოვიფიქროთ, თუმცა არის, მე ვიცი, რაღაც მეტნაკლებად განსხვავებული პოზიციები, თუმცა თქვენ იმისთვის არსებობთ და იმისთვის არსებობს ეს სივრცე, რომ ამ ხალხმა საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს თავის საკუთარ თავში მაინც. ბატონო ლაშა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საეთერო დრო მკაცრად განსაზღვრული იყო თემატური თვალსაზრისი მხედველობაში, ასევე გადაცემის დასასრულს მინდა დაგისვათ შეკითხვა, ის რაც მოხდა გასულ კვირას, ეს 19 დეკემბერი, როგორ აფასებთ ქუთაისში განხორციელებულ ეგრეთ წოდებულ ქვათაცვენას, პრინციპში ყოფილ მმართველ გუნდს აქციების მსგავსი ფორმებით დაშლა არ უნდა გიკვირდეთ, მაგრამ რამდენად იყო აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, იყო სამართალდამცავების მხრიდან არა სათანადო მობილიზება, იმიტომ რომ ჩვენ ადგილზე მუშაობდით და მართლა თითზე დასათვლელი იყო სამართალდამცავები, რომლებიც სიტუაციას მუხტავდნენ, ალბათ თვით თავად ასე ფიქრობდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან დაიძაბა სიტუაცია, როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ასეთ პირობებში საერთოდ ურთიერთობებზე საუბარი, სახელმწიფოს მართვა და როგორ შეაფასებდით? რა თქმა უნდა, ხა, მოდი ესე ვთქვათ, არც აქ არ უნდა მოვიტყოთ თავი და არ უნდა ვთქვათ ის, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივად რაღაც ერთ წუთში ვთქვათ, მოფიქრებული სადღაც ან რომელიმე კონკრეტულ ოფისში ან სადღაც სხვაგან და ამის საფუძველზე წარმოქმნილი რაღაცა კონკრეტული ან აქცია, ან აქციის შემდეგ რა მოვლენების განხორციელება ეს იყო. რა თქმა უნდა, ამას ვერავინ ვერ დაიჯერებს, რა თქმა უნდა, ეს იყო ორგანიზებული ფორმით განხორციელებული აქცია. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, თუ პრეზიდენტი როდის ჩამოდიოდა, რა გადაადგილების მარშრუტი ჰქონდა, ვის ხვდებოდა და ასე შემდეგ.
და მოახდინა მე როგორც ვიცი ეს არ იყო მხოლოდ ქუთაისლებისგან და შტაბის რომ მიუხედავად იმისა რომ იქ იყო ქუთაისის შტაბის წარმომადგენლები ასევე ესენი იყვნენ რაიონებიდან ჩამოყვანილი ასე ვთქვათ აქტივისტები ამ კონკრეტულმა რაღაცა ნაწილმა ჯგუფმა საბოლოო ჯამში თვით ლუსტრაცია საზოგადოების, დიდი საზოგადოების წინაშე, ამ რეგიონის საზოგადოების წინაშე თავის თავი აჩვენა. და ლუსტრაცია მოახდინა. ამეტი რა შეიძლება აქ ვთქვათ, ქვისცვენით და ასეთი ქვისროლებით, რომ რაღაც პოლიტიკური პროცესების ან მართვა ან რაღაც წინწაწევა მათ სასარგებლოდ ვერ მოხდება ეს ფაქტია. მე მინდა აღნიშნო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ სრულიად ლოგიკური და ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამ თემასთან დაკავშირებით, მოუწოდა სამართალდამცავს, თუმცა ერთი შემიძლია ვთქვა. იქ რომელი კონკრეტული ადამიანი რა მონაწილეობას ღებულობდა ვის აგინებდა ამაში არ არის მთელი უბედურება ის არის რომ ეს იყო ორგანიზებული ეს ორგანიზება თავის წარმოგდარა იყო კონკრეტული ადამიანები რა თქმა უნდა მე რაღაც ზოგადი ინფორმაცია შეიძლება მქონდეს მაგრამ ზუსტად არ ვიცი და სწორედ ეს არის სამართალდამცავების პირდაპირი უფლებამოსილება რომ გაარკვიონ ვინ იყო ორგანიზატორი ამ პროცესების ბევრ მათგანს კადრშიც ამოიცნობდა ხო არა ალბათ იქ ვინც მონაწილეობას ღებულობდა ამის გარდა არსებობდა ხალხი რომლებმაც უბიძგეს ამ ყველაფრისკენ და საბოლოო ჯამში ჩვენ ხედავთ რომ ეს უფრო პოლიტიკური შეფასება იქნება ალბათ რომ ასეთი სახის ძალადობებს აქვს დღეს ჩვენს ქვეყანაში გზახსნილი დღევანდელი სახელმწიფო გუნდისგან რაც იმას ნიშნავს რომ კიდევ ერთხელ ვიცახი იმ ქალაქში სადაც ძალიან კარგად იციან რა არის სტუმართ მასპინძლობა რა იციან რა არის სტუმარი ასეთი სახის დამოკიდებულება მაშინ როდესაც პრეზიდენტი გიყვარს მოგწონს არ მოგწონს მიუხედავად ყველაფრისა პრეზიდენტი როდესაც ჩამოვა როდესაც საპარლამენტო უმცირესობის წევრები ჩამოდიონ და კონკრეტულ რაღაც გადაწყვეტილებებს ღებულობენ, თუნდაც მის პარტიული სტრუქტურების შიგნით ამ დროს ასეთი სახის გამოვლინება ეს პირდაპირ შეურაცხყოფაა ამ ქალაქის და ამ რეგიონის. ეს მის დაწმუნებული ეს საქართველოს პრეზიდენტი კონკრეტულად 19 დეკემბერს ქუთაისში ჩამოსვლით როდესაც 3 წლის წინ იმავე 19 დეკემბერს მოხდა მემორიალის აფეთქება და ნიკოლოზობა ქუთაისმა ცუდად დაცადა. ასევე მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, როდესაც დაანონსებული იყო პარლამენტის წინ აქცია პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, რომელიც უკვე მარშით უნდა დასრულდეს და 5 იანვარს სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა უნდა იზეიმოს გამარჯვებულმა პარტიამ და მისმა მხარდაჭერებმა. ფიქრობ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გარკვეულწილად წავიდა მცირეოდენ პროვოკაციაზე, როდესაც ზუსტად იმ დღეს ჩამოვიდა ქუთაისში. მოდი თქვა და აღნიშნოთ ხა აქ მე ვერაფერს ვერ ვხედავ პროვოკაციის ნიშნებს. იქიდან გამომდინარე რომ კი ეს აქციები იმართებოდა მე როგორც ვიცი ერთი აქცია იმართებოდა პარლამენტის შენობასთან. მეორეს რაც შეეხება თვითონ სამწუხარო ფაქტს, რა თქმა უნდა ეს მართლა თუ სამწუხარო ფაქტი იყო და ამასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტმა არაერთხელ გამოხატა მისი წუხილი ამ თემასთან დაკავშირებით. თუმცა ის რომ დაუშვათ პრეზიდენტი სხვადასხვა რაიონში იმ დღეს გეგმავს რაღაცა შეხვედრებს და მათ შორის ქუთაისის გუბერნიაში და მათ შორის თბილისის იმერეთის გუბერნიაში და მათ შორის ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის ოფისში აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა. მე ხა მოდი ესე ვთქვა პრეზიდენტი მივიდა იმ ხალხთან ვინც აქციას მართავდა რა თქმა უნდა ეს ასე არ იყო ხო პრეზიდენტი მოვიდა რაღაც გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა და ამ დროს ის მასა რომელიც თავს დაესხა მას და საპარლამენტო უმცირესობის წევრებს აღმოჩნდნენ იქ სადაც აღმოჩნდა პრეზიდენტი. მოდი ამაზე ხა თვალს უდავხუჭოთ პროვოკაციაზე მეტად ვეძებოთ ამ ყველაფრის ორგანიზატორი რა თქმა უნდა ეს ხალხი უნდა დაისაჯოს და რა თქმა უნდა იმ ხალხზე ჯოხის გადატყდომა არც იმ ასლარიანი ჯარიმით იქნება თუ სხვა სახით რაიმე სახის სანქციებით ეს არ გამოვა იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს იმას დღეს რომ და უმკეთესად მიხვდება მომავალში რომ ის ყველაფერი რაც მოხდა იმ დღეს 19 დეკემბერს ქუთაისში ეს იყო დაგეგმილი ძალიან კარგად პროვოცირებული აქცია რომელიც შემდეგ გადაიზარდა იმაში რაც თქვენ ნახეთ ძალიან კარგად და როგორ შეიძლება კიდევ ერთხელ ვიძახი ქალაქში სადაც ძალიან კარგად იციან როდესაც არის სამი ძეგლი და იცით თქვენ ეს ყველაფერი, როდესაც ამ ქალაქს ინდისის ქალაქს ეძახიან, როდესაც სტუმარ მასპინძლობის ქალაქს ეძახიან, ასეთი რამ ხდებოდეს. ასეთი რამ გახსოვთ თქვენ, ოდესმე მაინც მომხდარა ქვების ესეთი სახის ცვენა, მაშინ, როდესაც ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. შეიძლება იყოს რაღაც ორი ჯგუფი, როდესაც ესეთი სახის გაგზალტირებულია, მაგრამ ერთი ჯგუფი, რომელიც თავს ესხმის სრულიად მშვიდობიანად თავის ოფისში ყოფ ადამიანებს ესეთი რაღაცა აბსოლუტურად სხვა რამეა და ესეთი იმედია რომ ესეთი საფათო გამოვლენები მომავალში აღარ განმეორდება და დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ვადნალაშა სულ რაღაც 2 წუთი გვჭება. ბოლოს მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ. გწყდებათ თუ არა გული რომ არ ახართ იმერეთის გუბერნატორი და რა მოგცათ ამ ხარის პირველ ხელმძღვანელობა. მე რა თქმა უნდა პირველში მწყდება გული პირდაპირ მინდა ვაღიარო იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ
უფრო მეტად უნდა აგვეხსნა ჩვენი მოსახლეობისთვის იმასთან დაკავშირებით თუ რას ვაკეთებდით და ალბათ ქონდა ამასთან დაკავშირებით რაღაც შეცდომები ამაზე უფრო მეტად წდება გული ჩემი გუბერნატორის პერიოდში ეს ყველაზე ასე ვთქვათ დატვირთული პერიოდი იყო სხვადასხვა მიმართულებით წინსვლის ამ ქალაქის და ამ რეგიონის მიმართულებით და აქ შეიძლებოდა უფრო მეტი ახსნა ამ ხალხისთვის თუმცა ეს რა თქმა უნდა მეტნაკლებად წარუმატებელი აღმოჩნდა ჩვენი მხრიდან ამაში ნამდვილად წდება გული რაც შეეხება ქუთაისთან და იმერეთთან მეწვდომას ყოველთვის ვინ არჩუნებ აქ ყავს მე მეგობრები ადამიანები რომელთანაც ერთად ჩვენურად რაც შეეხება დღევანდელ ამ შემთხვევაში ადგილობრივ ხელისუფლებას გულისხმობ მათთან ჩვენიერი ურთიერთობა მაქვს იმედია რომ ეს ქალაქი განვითარდება და ის ტემპი არ დავარდება რომელიც დაწყებული იყო და ეს უკვე ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტია და ეჭვიც არ მეპარება რომ აი კიდევ ერთხელ ვიძახ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში რომელიც ქუთაისის პარლამენტის ქუთაისის პარლამენტის დატოვებას წარმოადგენს ამ საკითხში ყველა იქნება ერთიანი და ამ იმედით მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გითხრათ მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი ყველა დღესასწაული მიულოცო ამ ქალაქს მიულოცო მთლიანად რეგიონს და დიდი მადლობა უთხრა ყველაფრისთვის იმიტომ რომ მე გავატარე უნიშნულოვანესი დღეები უნიშნულოვანესი თვეები უძილო ღამეები იმისთვის რომ რაღაცები გავუკეთებინა რაღაცა მოვახერხეთ რაღაცა ვერ მოვახერხეთ თუმცა დარწმუნებული ვარ რომ საზოგადოება ამ ყველაფრის მომავალში უფრო უკეთესად გაიგებს მადლობა დიდი მადლობა სრულდება რადიო ძველი ქალაქის ток-შოუ გრიფით საჯარო რომლის დღევანდელი სტუმარი იყო იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაკაცარია თემა რა თქმა უნდა პარლამენტის ქუთაისში დატოვების აუცილებლობა და ის მოლოდინები იყო რაც საქართველოს მეორე დედაქალაქის ბედისწერასთან ერთად სასიამოვნო გამოწვევაცა ეს იყო ток-შოუ გრიფით საჯარო 1 საათის განმავლობაში ეთერში მუშაობდა ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ სლოტ კლუბების ქსელი ლას ვეგასი ჯერ